გამარჯობა ძვირფასო ტელემოყრებლებო. ეთერში გადაცემა мотивация. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სტუმრად საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიის ინსტიტუტში ბატონ დავით ჩხენკელთან. გამარჯობა ბატონ დავით. გამარჯობა. ჩვენ გქონდა პატარა შესვენება ჩვენ გადაცემებში და დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ რომ იმენა დღეს დავიწყოთ ეს გადაცემის ციკლი, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი დაგვიგროვდა საქმე, ჩვენ გვაქვს უკვე ჩვენი გეგმა, როგორ გადავწყვეტოთ ჩვენი ძირითადი საკითხები. ჩვენი ძირითადი საკითხები, როგორც ყოველთვის რა არის, ეს სცენარების მოყვანა და ამას დაემატა რეალიზაცია, ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს ექსპორტის შესახებ. და პლუს კიდე ბატონ დავითთან ერთად ჩვენ გავიარეთ საკითხები, როგორ გადავამუშავოთ ის ნარჩენები, რასაც რჩება გაუყიდავი, იმიტომ რომ არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც არის ბაზრებზე, გინდა ავიღოთ შიდა ბაზარი ან ექსპორტის ბაზრებზე. და ამაზე დღეს ჩვენ დავიწყებთ საუბარი. ბატონ დავით, აი ორი სიტყვა თქვენ ინსტიტუტის შესახებ. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა რომ მოვძანდით ჩვენს ინსტიტუტში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ყოველთვის აფერავი ტევეს გადაცემებს და მინდა გაცნობოთ რომ ძალიან ყოფილები ვართ იმ მიდგომებით და იმ ხედვებით, რომელსაც თქვენ უწევთ პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ინსტიტუტი ძირითადად დაკავებულია სამრეწველო ობიექტების კომპლექსური პროექტირებით, მშენებლობა, გამართვა, გაშვებით და არსებული სამრეწველო ობიექტების მოდერნიზაციით. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველადი წარმოების პროდუქცია, რომელსაც თქვენ აქტიურად უკეთებთ პოპულარიზაციას, იყოს მაქსიმალურად რენტაბელური და რაში გამოიხატება ეს რენტაბელურობა, ეს არის, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უდანაკარგო კომერციული ოპერაციები ვაწარმოოთ. რაც ნიშნავს უდანაკარგო? ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, თუ რაც მოიწია გლეხმა ან ფერმერმა, აბსოლუტურად 100%-მა მონახოს თავისი გასაღების სფერო, ბაზარი და ამ ბაზარს წარმოადგენს ინდუსტრია და ყოველთვის ესე იყო, როდესაც ეგრეთ წოდებული სუფრის პროდუქცია, რომელსაც მაღალი სასაქონლო ღირებულება აქვს, მასთან სდევს აუცილებლად არაკონდიციური დაუშვათ არა სასაქონლო სახის პროდუქტი, რომელიც უნდა გადამუშავდეს სხვადასხვა ტიპის პროდუქტებად, მაგალითად კონსერვაცია ან ხილფაფები ან ასე შემდეგ, თუ საუბარია ბოსტნეულზე და ხილზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ამ თვალსაზრისით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ მოხდება ისე, რომ შეიქმნება რაღაც ცენტრალიზებული, ეგრეთ წოდებული მიმღები პუნქტი ან ცენტრალიზებული კომბინატი, სადაც მოხდება ნებისმიერი პროდუქტის, სოფლის მეურნეობის პროდუქტის დაბინავება, ნაწილი დაბინავდება სამაცივრე მეურნეობებში, ნაწილი დაბინავდება საკონსერვო მრეწველობაში, ნაწილი განიცდის სხვადასხვა ტიპის გადამუშავებასა და ფაქტიურად 100% მოტანილი პროდუქციის მიიღებს იმ სასაქონლო სახეს, რომელიც ესე იგი მას შეესაბამება და ეს ყველაფერი იქნება ლიკვიდური და შესაბამისად მოხდება მისი რეალიზაცია სხვადასხვა ბაზრებზე და სხვადასხვა ესე იგი მომხმარებლების თვალსაზრისით. რადგანაც ყველა პროდუქტი არის უსაფრთხო საქართველოში შექმნილი ძირითადად და არის საუკეთესო გემოვნური თვისებების მატარებელი, მთავარია მათ მივიცეთ სწორი სეგრეგაცია და სწორი მიმართულება თუ საათ რანაირად და როგორ უნდა მოხდეს მათი ესე იგი მათი შეთავაზება ბაზრისთვის. და ძალიან დიდი მადლობა რომ მოვძანდით და თუ ჩვენი გადაცემების ციკლი მოგცემს იმის საშუალებას რომ ჩვენ გავუკეთოთ პოპულარიზაცია იმ ცენტრს, რასაც ჩვენ პრივატულ საუბარში გვისაუბრია და გვიმსჯელია, სადაც მოხდება ბიწოდების ჯაჭვის მთავარი გოლის ჩამოყალიბება, რაც ნიშნავს შეძენას პროდუქციის და ბის პროდუქცია, ესე შეძენას პირველადი პროდუქციის და ბის საბოლოო პროდუქტად ქცევას, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს გადაჭრის. შესაბამისად, ფერმერს ექნება მხოლოდ ერთი საფიქრალი, რომ მას შექმნას პროდუქცია, ხოლო
მისი გასაღების ბაზარი საძებნელი აღარ იქნება, ის იქნება მაქსიმალურად დაცული. და ჩვენ გვისაუბრია ამაზე, რომ ჩვენ წერს უნდა გქონდეს ფუნქცია. თუ მას სურს, რომ მისი პროდუქცია სრულად ჩაგვაბაროს, ჩვენ წარუდგენთ მას ფასტაპრეის კურანზე სრულად ჩავიბარებთ და ჩვენ ვიცემთ მას შესაბამის სეგრეგაციას და სარეალიზაციო ბაზარზე შევთავაზებთ. თუ არა და მას შეუძლია ჩვენთან მოიტანოს შენახვის მიზნით, ჩვენ მას შევუნახავთ და შესაბამისად მას შეუძლია მე ამ ყველაფრის რეალიზაცია მოახდინოს. ბატონ დავით, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აი ამ ცენტრის განვითარებაზე, მაგრამ მე მინდა ინტეგრირებულად მივუდგე ამ საქმეს და აი აღწერო ნულიდან, აი რა არის, გვაქვს თუ არა წარმოების ფაქტორები საქართველოში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ წარმოებაზე და ჩვენ არა გვაქვს საშუალება რომ ვაწარმოოთ ეს პროდუქტი, მაშინ დროს ვკარგავთ. და ეს ეტაპობრივად დავიწყოთ. ნუ პირველ რიგში, რასაც მეცნიერებმა აღწერეს ეს წარმოების ფაქტორები, განვიხილოთ, არის თუ არა საქართველოში. ნუ პირველ რიგში ეს რა არის? ეს არის მიწა-წყალი, ანუ კლიმატური პირობები. გვაქვს, ნუ რეალურად გვაქვს და აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ეთ კულტურაზე. ჩვენ შეგვიძლია საქართველოში ვაწარმოოთ მთელი რიგი კულტურები, თქვათ, ნუ რამოდენიმე თქვათ ის ბანანების, კოკოსების გარდა, სადაც ჭირდება უფრო მეტი რადიაცია, მაგრამ დანარჩენი კულტურები ჩვეულებრივად მოდის ჩვენთან. და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორგანოლეპტიკური და გემონური თვისებები ძალიან კარგი არის ჩვენთან საქართველოში და ეს კიდე გვაძლევს კიდე შანსს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ ჩვენი პროდუქტი და ნუ ესე იგი რეალურად კლიმატური პირობები გვაქვს, რომ ვაწარმოოთ ძალიან კარგი კონკურენტუნარიანი გაყიდვადი პროდუქტი. მეორე, ესე იგი ადამიანური რესურსები. ადამიანური რესურსების ჯერჯერობით არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხი გავიდა საქართველოდან, მაგრამ ისინი ყველა არის პოტენციალი, რომ ისინი დაბრუნდნენ, თუ ჩვენ შევქმნით სამუშაო ადგილები, რომლებიც იქნება სადაც ადამიანი მეტი იშოვნის შიდა ბაზარზე, ვიდრე გარე ბაზარზე. მაგალითად, ეხლა მიდიან პოლონეთში, სხვა ევროპის ქვეყნებში და მუშაობენ 1000 ევროზე, 1200 ევროზე, 1500 ევროზე, მაგრამ თუ ჩვენ შევქმნით შესაბამისი შემოსავალი საქართველოში, არ ამგონია, რომ ვინმე დარჩეს სხვა ქვეყანაში, დაბრუნდება თავის სახლში და თავის სახლში იცხოვრებს, ოჯახიც იქნება და ასე შემდეგ. ნუ ეს არის მაგაზეც ვისაუბრებთ. ფინანსები, ანუ ფინანსებთან წდომა არსებობს თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი არის, აქაც ჩვენ გვაქვს ძალიან, წინადადებები, ეს მაგაზეც ჩვენ მოგვიანებით ვიტყვით, ერთ გადაცემაში ყველაფერს ვერ ჩავტევთ, მაგრამ ესეც მომავალში განვიხილავთ. აქ როგორ შეგვიძლია საპროცენტო განაკვეთი დავწიოთ, მაგრამ ჯერჯერობით ფინანსებთან წდომა არსებობს. უნარიანობა. ეხლა ჩვენი ხალხი ეს ახასიათებს, რომ უნარიანობა არის ჩვენთან სწრაფი გონება გახსნილი ადამიანები არის, იმიტომ რომ ამას ამტკიცებს ის მეცნიერებათა დონე, რასაც იყო საქართველოში ფიზიკაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, მედიცინაში, პოეზიაში, ლიტერატურაში. საქართველო ყოველთვის იყო აი თავისი ესე იგი ყველაზე მაღალი პროცენტი იყო საქართველოში ეს განათლებული ხალხის. ინოვაციური ტექნოლოგიები და ინტეგრირებული ცოდნა ესეც ჩვენ ხელში არის, ჩვენ შეგვიძლია ეს დროზე და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ჩვენ მოქალაქეებისთვის, ჩვენ მეურნეებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ეს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება. აქაც გვაქვს ჩვენ ესე იგი წინადადებები, მაგასაც ჩვენ განვიხილავთ. ეს აქ არის ერთადერთი, რასაც ჩვენ კოლექტივურად უნდა შევიტანოთ. ესე იგი, ჩვენ წარმოების ფაქტორები გვაქვს სახეზე. მეორე მომენტი კიდე, რასაც მე მინდოდა თქვა, ეს არის ჩვენი პოტენციალი. არსებობს თუ არა საქართველოში სუბსიდირების პროდუქტის წარმოების პოტენციალი. სად ვიყავით ჩვენ 40 წლის წინ და სად ვართ ეხლა? ორ სიტუაციაში მე მინდა ვთქვა, რომ არ მინდა რომ დავღალოთ ამ ციფრებით, მაგრამ რეალურად ჩვენ დავკარგეთ ტრადიციული ბაზრები და ჩვენ მაგას ვხედავთ, როგორ შემცირდა ექსპორტი სხვადასხვა კულტურებში და ანუ ჩვენ შეგვიძლია ადვილად ეს პროცესი გავაჩეროთ
და ავითვისოთ ბაზები. ნუ პირველ რიგში თქვათ ჩვენი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შევიდეთ ისევ ამ ქვეყნებში და მე როცა გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი გავიდეთ სხვა ბაზებზე. ნუ ამისთვის ჩვენ როგორც გვისაუბრია ადრე ჩვენ გვჭირდება ეს ცენტრის გაშენება, სადაც იქნება ეს ყველაფერი გეგმიურად გათვლილი წარმოების ციკლები, რაოდენობები, ტექნოლოგიები და გადამუშავება, რომ უპასუხოთ იმ საკითხებზე, რასაც არსებობს მსოფლიოში, გამოწვევებზე. აი მინდა ახლა გადავიდე ამ ცენტრზე, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ყველაფერის პირობები გვაქვს, რომ ჩვენ რა გვაკლია, იმიტომ რომ ახლა რაღაცა ფრაგმენტულად ჩვენ გვაქვს რაღაცა მაცივრების მეურნეობა, მაგრამ ჩვენ ხედავთ როგორ ბერდება მანდ ვაშლი. ჩვენ ვერ ვინახავთ იგივე ქლიავი, ესე იგი ქლიავი წავიდა შენახვაზე, მაგრამ ერთ თვეში დაბერდა და ხალხმა დაკარგა ძალიან ბევრი ფული. ვერ ვინახავთ იგივე ატამი, ვაშლატამი ბერდება ამ მაცივრებში. ანუ რაღაცა პრობლემა არის ამ მაცივრებში, არასწორად მუშაობენ. და მთავარი საკითხი არის გადამუშავება. ძალიან ბევრი იყრება ადამიანი კარგავს, ფერმერი კარგავს იმ დოვლაც, რასაც დღეს აქვს. როგორ უნდა იმუშაოს ეს ცენტრი? აი ეს გიპასუხებთ. რა მასშტაბის უნდა იყოს, აი რა მოცულობა უნდა ჩვენი ვარაუდით ეს პრობლემები რო აღმოიყვრას, ამისათვის საჭიროა იყოს ტექნოლოგია. ტექნოლოგია რომ იყოს მცირე მაცივრებში, როგორც გაკეთდა დღეს საქართველოში, შეუძლებელია ამდენი კარგი ტექნოლოგიის მოძიება საქართველოს. ტექნოლოგია საერთოდ დეფიციტია საქართველოში. ამიტომ ცენტრალიზებული ცენტრი, სადაც მოხდება ამ ყველა პროდუქტის დაბინავება, გადამუშავება და სეგრეგაცია, მას უნდა გქონდეს თავისი სამეცნიერო ბაზაც. სამეცნიერო ბაზაც, სადაც მოხდება ამა თუ იმ პროდუქტებზე მუშაობა. თქვენ იცით, რომ ნებისმიერ პროდუქტს თავის შენახვიანობის უნარი აქვს. ეს უნარები ჩვენ ფაქტიურად შესასწავლი გვაქვს თავიდან, ვინაიდან და რადგანაც დღეს შეიცვალა კლიმატური პირობები, ზოგადად შემოვიდა სხვადასხვა ჯიშები და ასე შემდეგ. ამის შესწავლა მეცნიერულად რომ მოხდეს, რამდენად შენახვის უნარიანი ესა თუ ის ხილი, ჭირდება შესაბამისი ლაბორატორია, შესაბამისი ანალიზები ამა თუ იმ პროდუქტის. ამის გაკეთება მცირე სამაცივრო მეურნეობებს არ შეუძლიათ. მით უმეტეს, როდესაც ისინი მცირე წარმოდობის სამაცივრო მეურნეობებია. ძირითადად საქართველოში ახლა აშენდა 200-დან მაქსიმუმ 500 ტონამდე შემნახავი სამაცივრო მეურნეობა და საერთოდ არ არის გათვალისწინებული ტექნოლოგიური პროცესინგი. საერთოდ მიწოდების ტექნოლოგიური ჯაჭვი არის დარღვეული. სულ რამოდენიმეა თიძე მოსახლე, რომელიც მეტნაკლებად ინარჩუნებს ამ ტექნოლოგიურ პროცესინგს, რომ მაქსიმალურად გრძელვადიანად ან საინტერესოვადი შეინახოს ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენი ცენტრი მოგცემს საშუალებას, რომ ტექნოლოგიურად დახვეწილი და გამართული იყოს ეს ცენტრი და შესაბამისად იყოს მულტიტექნოლოგიის, მულტიკვალიფიკაციის მატარებელი. შესაბამისად, პროდუქტი, რომელიც ამ ცენტრში მოხდება, აბსოლუტურად სწორად შეფასდება მისი თვისობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი, ამისი ტექნოლოგიური ხაზებიც არსებობს, აგრეთვე არსებობს ამის შესახებ ცოდნა და ზუსტად იმ სეგმენტში მოხდება ესა თუ ის პროდუქტი, რაც მისთვის არის გაკუთვნილი. ეს შექმნის პირველ რიგში ხაზგასმას უდანაკარგო წარმოებას და ყველა იმ ამოცანის გადაჭრას, რაც დღეს დგას ფერმერის წინაშე. ნებისმიერი მისი სურვილის შესრულებას. მას სურს შეინახოს, კი ბატონო, უნდა შეინახოს, შეფუთოს და ისე შეინახოს, კი ბატონო. უნდა ჯერ შეინახოს და მერე შეფუთოს, კი ბატონო. უნდა რომ უბრალოდ ჩაგვაბაროს და ჩვენ გავუკეთოთ რეალიზაცია, კი ბატონო. აბსოლუტურად ყველა თვალს მას უნდა რომ ცოდნა მიიღოს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, როგორ მოიყვანოს უკეთესი კულტურები და წარმატება გაზარდოს, კი ბატონო. იქ უნდა არსებობდეს აუცილებლად სასწავლო ცენტრი და ეგრეთ წოდებული ტრეინინგ ცენტრი, სადაც ამის შესახებ მუდმივად იქნება საუბარი. უნდა იცოდეს მსოფლიოში ტენდენციები, კი ბატონო. უნდა იცოდეს ბაზრის კვლევაში რა ხდება, კი ბატონო. ჩვენ ეს ცენტრი მუდმივად ამას გააკეთებს და შესაბამისად მიაწვის ინფორმაციას. უნდა პროდუქცია ექსპორტზე გაუშვას მაქსიმალურად სწრაფად. თვითონ ტერიტორიაზე იქნება საბაჟო ტერმინალი, რომელიც ამას ამ საკითხს გადაჭრის და იქ ადგილზევე მოხდება დატვირთვა მანქანის და ესე იგი პროდუქციაზე შესაბამის დოკუმენტაციის გამოწერა და გატანა. აბსოლუტურად ყველა სერვისი იქნება ერთი პანჯრის პრინციპით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის გარდა
ამ ცენტრში სანამ ჩამოყალიბდება და მიიღებს საბოლოო სახეს, მოხდება მშენებლობის პერიოდში მოხდება იმ კულტურების, იმ მეთოდიკის პოპულარიზაცია, რომ გადავწეთ ფერმერებს, რომ მათ მოიყვანონ ისეთი მოსავალი და იმ რაოდენობით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოახდინონ მათი რეალიზაცია. ამას ემატება კიდევ ის გარემო და ეს ცენტრი, მე ვფიქრობ, პირველი ცენტრი რაც უნდა გაკეთდეს მინიმუმ 20 ტირე 30,000 ტონაზე გააჩნია რესურსი რა იქნება. ესე იგი 30,000 ტონა პროდუქტის დაბინავება ჩვენ უნდა შეგვეძლოს. აქ არ უნდა იყოს მარტო რაღაც კონკრეტულ კულტურაზე, აქ უნდა იყოს ფართო სპექტრი წარმოდგენილი, როგორც ბოსტნეულში, აგრეთვე ხილში და აგრეთვე უნდა იყოს ცალკე მიმართულება, მე მიმაჩნია ყურძნის თვალსაზრისით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება, რომ ღვინის რეალიზაცია ვერ ხდება საკმარისი რაოდენობებით და სახელმწიფოს უწევს ამ თვალსაზრისით დოტაციის, ესე იგი გამოყოფა. ჩვენ ამ დოტაციებს მოვსვამთ, იმიტომ რომ ჩვენი ცენტრი შეძლებს, რომ რეალურით ახლა გადაიხადოს ამ ყურძნში და რეალურ ფასად ჩაიბაროს ეს ყველაფერი, ისე რომ გლეხისთვის ეს იყოს მისაღები და ისე დააბიდაოს ეს პროდუქცია, რომ ფაქტიურად ყველასთვის მომგებიანი და მოსახერხებელი იყოს. როგორც კი გაჩნდება ცენტრი, სადაც შესაძლებელია, რომ შესაძლოა მიღებული პროდუქცია, სოფლის მეურნეობის, ხილი, ბოსტნეული თუ სხვა კულტურები, ყისიერად შეგიძლია, ესე იგი, კონდეს გათვლა იმაზე, რომ მას, ესე იგი, დააბინავებ და მიცემ შესაბამის რეალიზაციის საშუალებას. აი ხო მე მინდა აქ დავამატო რომ რა მნიშვნელოვანია ეს ტექნოლოგიების დანერგვა, იმიტომ რომ ჩვენ როცა ჩვენი ფერმერი მუშაობს და აწარმოებს პროდუქტს, სამწუხაროდ ფერმერი საერთოდ არ იცის რა სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს ის თუ ის პროდუქტი, რომელიც აწარმოებს ფერმერი. ეს არის ბოსტნეული, ეს არის ხილი, მაგალითად ვაშლი ან ატამი, ან ჯიში რა უნდა ესე იგი დაირგოს. ზუსტად ამ ყველაფრის მომსახურება ეს ცენტრი, სადაც იქნება ესე იგი ტრენინგ ცენტრები, სადაც ნებისმიერი ადამიანი მოვა, შეიკითხავს რა ჯიში, რა არის პოპულარული ჯიში. მაგალითად ეხლა ჩვენთან საერთოდ არ არის ხურმა, რომელიც ეხლა უკვე მთელი მსოფლიო გადადის არ გადადის ინერგები ახალი ჰიბრიდები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ჭამოთ როგორც ვაშლი. ეს აი ხო მაგალითად სადაც მე ვნახე, სამჯერ უფრო ძვირი ღილდა ეს ხურმა, ვიდრე ჩვეულებრივი, რასაც მოდის ჩვენთან საქართველოში. ესე იგი კითხვა, რატომ უნდა ვაწარმოოთ ეს ძველი ჯიში, როცა შეგვიძლია დავდგოთ ახალი ჯიშები. ან იგივე ვაშლატამი, რომელიც ახლა ჩვენთან ეძახიან ესე იგი ადრეულა იტალიური, რომელიც უკვე გარე ბაზებზე საერთოდ დაკარგა მოთხოვნა და შესაბამისად დაიკავა ყველაზე იაფფასიანი სეგმენტი და უკვე ეგეთი დრო მოდის, რომ საერთოდ საინტერესო არ იქნება მაგისი წარმოება. ზუსტად ცენტრი დარეგულირებს ამ საკითხებს, რა უნდა აწარმოოს ფერმერი, რა სტანდარტის, ანუ აქ დაინერგება ხარისხის პასპორტები, ზუსტად ფერმერს ეცოდინება რა პროდუქტი უნდა აწარმოოს, მაქსიმალურად ეს რომ გავიდეს, ანუ ახალი ხილი რომ მაქსიმალურად მეტი გაიყიდოს მაღალ ფასში და რაც ნარჩენები იქნება, არ გადაიყრება, ეს ყველაფერი მიიღებს ცენტრი, გადაამუშავებს და ესეც შექმნის პროდუქტს, საიდან სარგებელი მიიღებს ფერმერი და თვითონ უკვე ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა. პოტენციალი, თქვენ წარმოიდგინეთ, ავიღოთ ყოფილი, ავიღოთ აი ჩვენი ტრადიციული ბაზარი რუსეთში. რუსეთი აწარმოებს იმპორტს პამიდორის სადღაც 500,000 ტონამდე. საქართველოსთან გადის წელიწადში 1000 ტონის ნაკლები. ეს არის 0,2% მთელ მოცულობის. წიწაკა იმპორტი რუსეთი აწარმოებს იმპორტს სადაც 480,000 ტონა. საქართველოსთან გადის 0. ანუ რა პოტენციალი არის? ეხლა თქვენ როცა ჩვენ ერთი 10% რა ავითვისოთ, თქვა ბაზრის 50,000 ტონა, მარტო ეს რომ გადავიყვანოთ ფულში, სადაც $1 ფასი საშუალო, ყველაზე მინიმალური ფასი წლიური რო ავიღოთ ამ პროდუქტის, ეს არის დამატებითი $50 მილიონი ერთი კულტურა მოაქვს საქართველოში. ანუ წიწაკა $50,000, პამიდორი $50,000, მაგას კიდე მოყვება ესე იგი პროდუქტი, რომელიც არ გავიდა ბაზარზე, დარჩა საქართველოში, ესეც გავა დახლებზე, ანუ იქნება იმპორტის ჩანაცვლება
და მე კიდე პროდუქტი რასაც რჩება, ეს უკვე წავა ტომატებში, იმაში წყემალი კი არა, საწებელი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ის პროდუქტი, რომელიც არის რეალურად მოთხოვნადი. ნებისმიერი ბოთლი ღირს თანხას. საბჭოთა კავშირის დროს 40 წლის წინ საქართველოს აწარმოებდა 50 მილიონი კილა. ესე იგი, ეხლა დღევანდელ თქვათ რასაც ფასები არსებობს მაღაზიაში, ეს არის მინიმუმ 5 ლარი, ხო? სხვადასხვა 1 კილის ფასი, ეს იქნება ლიტრიანი ან ლიტრნახევრიანი თუ გავამრავლოთ მილიარდი, 1 მილიარდი 5 ლარზე, ეს არის 5 მილიარდი ლარის მარტო იყო კონსერვები, რომელიც აწარმოებდა საქართველოს. ეხლა მე ვლაპარაკობ ამ ციფრებზე. მაგრამ თქვათ 10-ზე რო ესე იგი ჩვენ მოგიყვებთ ჩვენ გამოცდილებას, ჩვენ ვაწარმოეთ ტყემალი, რომელიც კეთდებოდა სპეციალური ტექნოლოგიით და ფაქტიურად ბაზარზე დავიკავეთ პირველი ადგილი რა. ტყემალზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა დღეს მსოფლიოში. თუ შენ გააკეთებ ხარისხიან ტყემალს. იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ მე ძალიან გაოგნებული ვარ, რომ დღეს მიდის აქტიური პოპულარიზაცია ისეთი პროდუქტების, როგორც არის მოცვი და ასე რომ ვთქვათ, რთულად მოსავლელი, პრეტენზიული ნარგავები. მე დიდი სიამოვნებით გამავითარებდი ტყემლის მიმართულებას, რაზეც უზარმაზარი მოთხოვნაა და მზარდია და საკმაოდ მაღალმარჟიანი პროდუქტია, იმიტომ რომ დღეს соусები სხვადასხვა ტიპის საწებლები წყვეტენ ამა თუ იმ სასურსათო გასტრონომიის პრობლემებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მსოფლიოში უზარმაზარი ბაზარი უკავია ამ соусებს და სხვადასხვა დანამატებს, ესე იგი კულინარიისთვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველოში არ დარჩება არც 1 კილოგრამი აუთვიცებელი ხილი და ბოსტნეული, თუ მოხდება ამის ცენტრალიზებული მართვა და ყველაფერი მონახავს თავის მიმართულებას და თავის ადგილს. თქვენ ახლა ახსენეთ ვაშალტამა ეგრეთ წოდებული ნექტარინი, რომელზეც არ არის ხელა მოთხოვნა და უშუალოდ წამოვიდა ახალი ჯიშები, თუმცა თუ მას ჩვენ სწორად წარმართავ და ესე იგი სწორად მართავთ ამ პროდუქტს, ესაბამისი საკონსერვო მრეწველობასაც ჩავრთავთ და ასე შემდეგ, ჩვენი პროდუქტი არის ძალიან არომატული და ძალიან ორგანოლეპტიკური და ძალიან გემოვნური თვისებებით შემკობილი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ნახევარ ფაბრიკატის სახითაც კი რომ გავყიდოთ, უკვე საკმაოდ ბევრი მყიდველი ყავს ამ პროდუქტს. მე რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი, იმიტომ რომ ეს ჯიში როგორი რა ახასიათებს ამ ჯიშს, როცა არ არის მწიფე, არის კვახე, თეთრი ფერის არის. უცბად წითლდება და რბილდება. ნახეთ რა გამოდის, რომ არის როცა არ იყო ბაზარზე, მაგალითად რუსეთის ბაზარზე არ იყო ეს წინადადება ვთქვათ, აი აზერბაიჯანიდან ახალი ჯიშების, უზბეკეთიდან ახალი ჯიშების და იყო დეფიციტი, იქ შედიოდა ეს ჯიში და იყიდებოდა. მაგრამ ეხლა თანამედროვე ჯიშები როცა შევიდა ბაზარზე, უკვე რა გამოდის? როცა კვახი არის, არავინ არ ყიდულობს, თეთრი არის, არავის არ ჭირდება. მაგრამ როცა უკვე მომწიფდა, არის რბილი, ესეც არავის არ ჭირდება. ანუ შიდა ბაზარზე ჩვენ მაგას ვყიდულობ და ძალიან მოგწონს, ანუ შიდა ბაზისთვის იყიდება საქართველოში, მაგრამ ჩვენ სადღაც აი ჩვენი ვარაუდით ჩვენ ესე იგი რჩება საქართველოში სადღაც 15-20% მაქსიმუმ. დანარჩენი 80-85% გადის. შესაბამისად თუ ეს არ გავა, ჩვენ ამდენს ვერ შევჭამთ. და ამდენი თუ გადამუშავდება, ძალიან კარგი არის, მაგრამ არ ჯობია რაღაცა სხვა ჯიში დავრგოთ, რომ ეს ჯიში გაიყიდოს. მე ესე მგონია, ეგ უფრო თქვენი სფეროა ბატონო დიმიტრი, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ მაინც არსებული სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ. ესე იგი, ჩვენ რო ახლა მოვთხოვოთ ფერმერებს, რომ ახალი ჯიში დაარგეთ, იტყვიან, რომ აო, ესენი შორით გიშვებენ და რაღაც. ჩვენ უნდა უთხრათ, რომ რაც გაქვთ, იმას დავამუშავებთ, რაც გაქვთ, იმას ვაქცევთ ოქროთ. რაც შეგიძლიათ, არის ამის ტექნოლოგიები, მეთოდოლოგიები, თუნდაც ის დამწიფების მეთოდოლოგიაც არსებობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ესეთი პროდუქტი მივიღოთ და ისეთ რეჟიმებში დავამწიფოთ, რომ მივიღებთ მიახლოებულ კონკურენტუნარიან პროდუქციას და აქედან გამომდინარე არსებობს დღეს ამის თუ არა და არის ძალიან დიდი ვარიანტები კომპოტების და სხვადასხვა ხილფაფების და სხვადასხვა ძალიან საინტერესო ჯემების წარმოების მეთოდიკა, რომ ჩვენ დღეს უნდა უთხრათ ფერმერს, თუ იარსებებს ცენტრი მას
აბსოლუტურად 100% მის ნაძარს შეისხიდის და ცენტრში იქნება კონსოლიდირებული საუკეთესო გონება ტექნოლოგიურ გონებას გულისხმობ მთელი საქართველოდან და მთელი მსოფლიოს მასშტაბში თუ რაიმე გარღვევებია და მიღწევებია ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩვენ საბოლოო ჯამში რომ ეს პროდუქცია კონკურენტუნარიანად ვაქციოთ და გავყიდოთ თუნდაც ავიღოთ ელემენტარულად რომ საქართველოს ჩაი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ჩაი, მაგრამ მისი კუპაჟირების შედეგად ცეილონის და სხვა ჩაისთან ერთად გამოდიოდა გაცილებით უკეთესი ბუკეტი და გაცილებით უკეთესი თვისებას ვიღებდი და შემოქონდა მაშინ საბჭოთა კავშირის დროს ცეილონის ჩაი და ხდებოდა ამ ყველაფრის კუპაჟირება და საბოლოო ჯამში გაყიდვა მსოფლიო ბაზარზე და ეს იყო ძალიან მაგარი შედეგი. ჩვენ შეგვიძლია პირობითად ჩვენი პროდუქციის ორგანოლეპტიკა გამოვიყენოთ მისი თვისობრიობა შევაუღლოთ პირობითად კუპაჟირება გავაკეთოთ სხვა პროდუქციაში მე ვგულისხმობ გადამამუშავება მერწველობაში უკვე და ვაქციოთ ისეთ პროდუქტად რომელიც აქტიურად გაიყიდება მაგალითად იოგურტებში უზარმაზარი მოთხოვნაა ამ ხილფაფების და ჯემების საქართველოში სულთიძე ჩამოსახლელი კომპანიები არიან ვისაც შეუძლია მსოფლიოში ამის წარმოება ჩვენ კიდე ამის რესურსი გვაქვს ესე იგი ჩვენ შევთავაზოთ დღეს B2B რასაც ქვია ესე იგი წარმოებისთვის და შევთავაზოთ სოფლიო ბაზარს ეს ჩვენი გემოვნური და ორგანოლეპტიკური თვისებები დატვირთული პროდუქცია რომ მათ სამომავლოდ ისევ წარმოებისთვის გამოიყენონ და აქ დიდი ნიშა გვაქვს ამას ცოდნა და ტექნოლოგია უნდა რომელიც ჩვენ გაგვაჩნია მთავარი ახლა ჩვენ ამაში მხარი დაგვიჭიროს ამას ვერ გააკეთებს ერთი კონკრეტული ამას ჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა სერიოზული საინვესტიციო პაკეტი რომელიც მოგცემს საშუალებად რომ ეს გავაკეთოთ ესე რომ ვქნათ საქვეყნო მასშტაბით. ჩვენ მინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი რაღაცეების მცდელობები იყო აზერბაიჯანში, სასუნხეთში და ძალიან დიდი წარმატებები აქვს. დღეს ფაქტიურად მთელი აზერბაიჯანი და სასუნხეთი გადახურულია სათბურებად აქცებული, ბაღებად, ვენახებად და ასე შემდეგ და ფაქტიურად უზარმაზარი რაოდენობის დოვლათი იქნება, რომლითაც საკმაოდ მაღალი კეთილდღეობა შეიქმნას იქაურა ფერმერებმა ამ ტექნოლოგიური მიღწევების ხარჯზე და საიდან ვიცით ჩვენ ამის შესახებ ჩვენი ინსტიტუტი ცნობილი ინსტიტუტია მსოფლიოში და ყველა მანქანათანადგარების მწარმოებელი თუ სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუცია პატიჟებს ამა თუ იმ საწარმოების გახსნის დროს რომ ჩვენ გავეცნოთ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მიღწევებს, მათ თავისი ინტერესი აქვს, თავისი მანქანათანადგარების პოპულარიზაცია გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ვნახულობთ რა იქ რამხელა შედეგებზე მივიდნენ ამ კომპლექსური მიდგომით, ამ სისტემური მიდგომებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და გულწრფელად გეუბნებით, სანამ გაკეთებოდა იქ, ჩვენ ეს იდეა გაცილებით ადრე ვიყავით ამ იდეის მატარებელი, გაცილებით ადრე ვთავაზობდით მაშინდელ ხელისუფლებას, რომ გაკეთებული იყო მსგავსი ტიპის მსხვილი, გადამამუშავებელი კომბინატები, რომელსაც აქვს უზარმაზარი რესურსი და ფაქტიურად ესე იგი, აი მანდარინი ან პორტოხალი განვიხილოთ, აი დაწყებული რბილობიდან დამთავრებული ცედრით ყველაფერი გადაგვემუშავებინა და გვექცია პროდუქტებად იყო უზარმაზარი საინტერესო გეგმა და ამაში შესაძლებელი იყო მაღალი ჩართულობა, მაღალი დასაქმების კოეფიციენტი, მუშა-მოსამსახურეების, სტუდენტობის, ახალგაზრდობის, რომლებიც ყველა მიიღებდა ცოდნა განათლებას და უკვე გახდებოდნენ ესე რომ ვთქვათ სამრეწველო თვალსაზრისით ძალიან წინ გაიწეოდნენ და შესაბამისად ძალიან დიდი ტრადიციები შეიქმნებოდა საქართველოში. ბატონ დავით, ესე იგი ეს ცენტრი ეხლა ამას შეუძლია გადაწყვიტოს ყველა პრობლემები, რასაც ეხლა არსებობს სოფლის მეურნეობაში, ხილში, ბოსნეულში. არსებული რაოდენობა, რასაც ეხლა ფერმერი აწარმოებს, ეს ყველაფერი დაბინავდეს, არაფერი არ დაიკარგოს და არაფერი არ გაფუჭდეს. და მეორე მაგისი, რაც ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი მომენტია, ეს არის ანალიზი. და ანალიზი, რომელიც მოგვიტანს უკვე გადაწყვეტილებები, რა უნდა გაკეთდეს ამ ვთქვათ დარგში. მაგალითად, მოცვი უნდა გაშენდეს ან ტყემალი, ან ორივე ერთად. ან რამდენი მოცვი უნდა გაშენდეს, რამდენი ტყემალი უნდა გაშენდეს, რომ ფასიც არ დავარდეს, რომ ბაზებზე შევიდეთ, უნდა ცენტრმა სწავლობს ბაზების მოთხოვნებს,
რა პროდუქტი ჭირდება, ზომა, წონა, ყველაფერი და უკვე ეს ცენტრი აძლევს რეკომენდაციას ფერმერს რა უნდა აწარმოოს. კი ბატონო, და პლუს ამას დავამატებ იმას, მოდით რეალური პრაქტიკა განვიხილოთ. საქართველოში მოყავთ მოცვი. და ძალიან ხშირად ჩავდივარ, ახლა ჩვენ მაცივერებს უპროექტებთ მათ და ვგებულობ ესეთ რაღაცას. იცი რა, ვერ გავყიდე, გამიფუჭდა და გამოვხადე არაფერი. ჩემი აზრით მოცვისგან არყის გამოხდა, ახლა დანაშაული თუ არ არის, ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, იმიტომ რომ ფაქტიურად ისინი აფუჭებენ ამ პროდუქტს და ფაქტიურად ყველა მის თვისებას კარგავენ, იმიტომ რომ არყის გამოხდა გაცილებით ესე იგი მდარე კულტურებისგანაც შეიძლება და გაცილებით არაფერი განსხვავება არ იქნება, არც მოცვის გამო ხდება თუ სხვა კულტურის, ეს ცნობილი ფაქტია. ამიტომ საქართველოს არ აქვს გადამამუშავებელი მეწვევა. მოცვი, რომელიც არ გაიყიდება, ჩვენ შეგვიძლია ის სპეციალურ ხილფაფად ვაქციოთ, რომელიც კიდევ ერთხელ ვიზახე, აქტიურად გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში, იოგურტების, ნაყინების წარმოებაში და მათ რახან ეს ტექნოლოგია არ აქვს, იძულებული არიან ყველაზე მარტივი, ყველაზე ბანალური გზითი არ უნდა გამოხადონ მისგან ალკოჰოლური სასმელი. ნაყენსაც კი ვერ ამზადებენ. ალკოჰოლური სასმელის გამოხდა ეს არის უკიდურესი, აი ყველაზე ესე რომ ვთქვათ დაბალი საფეხური რა. აი ნაყენი მაინც რო გააკეთონ, ესეც უკვე საქმეა, იმიტომ რომ მოცვის ნაყენს თავისი მყიდველი და თავისი ესე იგი მთხოვნელი ყავს, მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა და ამას შესაბამისი სივრცე უნდა და ასე შემდეგ. რახან არც ეს არ არსებობს, ჩვენ ფიქრობთ, რომ ის ცენტრი, რომელსაც კომბინატის თვისება აქვს და კომბინატი ზუსტად იმას მოიცავს, რომ მრავალი მიმართულების კომბინირებული გადაწყვეტებაა და ამას შესაბამისი აზროვნება ჭირდება, თუნდაც არც აზერბაიჯანში და სასუნხეთში არ არის ის გაკეთებული, რასაც ჩვენ გთავაზობთ. ჩვენ გთავაზობთ, იქ არის მხოლოდ სეგრეგაცია და სეგრეგირებული პროდუქტი მერე ვიღაცამ უნდა წაიღოს და დააბინაოს და ის ქარხანა ჩაიბარებს, არ ჩაიბარებს რაღაც. ჩვენ ვიძახით, რომ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში კეთდებოდეს, რომ ყველა ადამიანი ხვდებოდეს, რომ მისი პროდუქციიდან თურმე რამდენი რაღაცის გაკეთება ყოფილა შესაძლებელი და რახან დაკარგულია ჩვენთან საქართველოში ეს სამეცნიერო სკოლა, აი ეს სკოლაც უნდა აღადგინოს ამ ცენტრმა, რომ ყველამ დაინახოს რა ტექნოლოგიური წიაღისლებით შეიძლება სხვადასხვა საინტერესო პროდუქტის მიღება და სხვადასხვა დარგში ამ პროდუქტების პოპულარიზაცია. აი ეს ყველაფერი უნდა მოხდეს აი ესე კონსოლიდირებულად და როდესაც აქ უკვე დაინერგება რაღაც მიმართულებები, მერე შეგვიძლია გავშალოთ ეს თემა და უკვე ცალკე წარმოებებად გამოვყოთ კიდე დამატებით, მაგრამ კომბინატი იძლევა საშუალებას ბევრი ექსპერიმენტების, ბევრი манипуляციების, ბევრი ვარიანტების მცდელობის რა. ცენტრში იქნება ლაბორატორიები, ანალიტიკური ლაბორატორიები, ეს იქ ტექნოლოგიური ლაბორატორიები იქნება, ანალიტიკური, ტექნოლოგიური, იქნება საცდელი საწარმოები, რომელშიც იქნება აღჭურვილი იქნებიან უთანამედროვე ტექნოლოგიები და გადაწყვეტები ტექნიკა და მანქანადანადგარებში. ანალოგიურად ცენტრში იქნება სხვადასხვა პროდუქტის მიღების, სხვადასხვა მეთოდოლოგიების აპრობირების საშუალება იქნება და მცდელობების, იმიტომ რომ დღეს მსოფლიო ეძებს ახალ გემოებს, ახალ გადაწყვეტებს. ძალიან საინტერესო გადაწყვეტებია ქართული თაფლი და ქართული ხილი. ეს არის გენიალური. ჩვენ შეგვიძლია ეტაპობრივად მე ამ ცენტრში ხა მე ბოსტნეულის გარშემო ვტრიალობ. რაღაც ეტაპზე შეგვიძლია პირობითად მეორე ცენტრი გავაკეთოთ უკვე მეცხოველეობა, მეფრინველეობისთვის მსგავსი ვარიანტი და დავამზადოთ ეს პროდუქცია და სხვადასხვა ვერსიებში წავიდეთ რა. აქედან გამომდინარე, რახან ჩვენ ახლა ბოსტნეულის გარშ ძალიან საინტერესო ანალოგიურად ამ ცენტრში შესაძლებელია სხვადასხვა სასმელების დასაზება, არა ალკოჰოლურის, მაგალითად შესაძლებელია მსუბუქი ლიქიორების დამზადება, კაკრას საუკეთესო ბაზა არის არაკონდიცირებული ხილბოსტნეული ლიქიორების დასამზადებელი. შეგვიძლია სამედიცინო ბალზამები ვაწამოოთ სხვადასხვა ბალახებისგან და სამედიცინო ესე იგი ბალოდავით, არის სპეციალისტების აი კადრების კარგი კითხვა, რაც შეეხება ჯერ კიდევ გვყავს და შეგვიძლია ამათი გამოყენება მინიმუმ უახლოეს 10 წელიწადში. ამ 10 წელიწადში ვფიქრობთ ახალგაზრდებიც გაიზრდებიან და რაღაცა გვექნება. ყველა დრო ეხლა ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ ჩვენ ამას დროულად გავაკეთებთ, კიდე რაღაცებს მოვასწრებთ, რომ თაობათა შორის კავშირი არ გაწყდეს და ამ ძველებმა კიდე რაღაცები გადასცენ და გადასცენ. თუ არა და გვყავს ძალიან კარგი კავშირები გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და შეგვიძლია იქ საუკეთესო წამყვანი სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ და როდესაც მათ დავანახებთ საინტერესო
გადაწყვეტებს და როდესაც შეუძლია რომ ჯადოქრობა აწარმოოს ტექნოლოგმა, როდესაც მას აქვს ბევრი ინგრედიენტი, რის გადაც მას შეუძლია პროდუქტი მიიღოს და ეს ინგრედიენტები სპეციალურად საძებნელი არ არის და შეგიძლია თავიდანვე ეს ინგრედიენტები სწორად განათავსოს შენს კაბინეტში და ყველა ინგრედიენტი თვითონ ადგილზე დამზადდეს, რომელსაც შემდეგ შენ გამოიყენებ და ალბათ აქცევს საერთო პროდუქტად, ჯერჯერობით ეს გვაქვს. უახლოეს 1 წელიწადში გვაქვს. 10 წლის მერე რა იქნება მე არ ვიცი. 1 წლის მერეც ყველა წელიწადი ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ დროულად მოხდება ამის გააზრება, მხარს დაგვიჭერენ და გაკეთება, სახელმწიფო ხო უზარმაზარ შედეგს მიიღებს, იმიტომ რომ ყველა მისი ფერმერი, ყველა მისი მოქალაქე, სოფელში მცხოვრები და რაიონში მცხოვრები დასაქმდება, ყველა თავის ადგილს იპოვის. დაწყებული კიდევ ერთხელ ვიძახი, სამედიცინო მცენარეებიდან დამთავრებული ხილით, ბოსტნეულით და ნებისმიერი სხვა კულტურით ყველაფერს ეყოლება თავისი, ესე იგი, გზა ექნება და უკვე ადამიანისთვის ელემენტარულად გამრჯეც რო არ იყოს მის ეზოში, რასაც მოკრიბავს, ისიც ფულია. წარმოიდგინეთ რა და ისიც შემოსავლის წყაროა, იმიტომ რომ ცენტრი ამას უზრუნველყოფს, რომ ცენტრიდან არავინ უკან არ გაბრუნდება, რომ თავის პროდუქტი ფულად არ აქციოს რა. ზოგი ბევრს მიიღებს, ზოგი ცოტას მიიღებს, მაგრამ ჯიბეში ხალხჭაწყობი როგორც დღეს ხდება და არ მივიღებ პროდუქციას და რაც გინდა ის უკენიო, აი ესეთი მომენტი აღარ იქნება. აი პირველი ნაბიჯები როგორ რას ხედავთ? აი რა უნდა გაკეთდეს პირველი ნაბიჯი? პირველი ნაბიჯი ჩემთვის გამოიყურება შემდეგნაირად, რომ ჩვენ უნდა წარუდგინოთ, წარუდგინოთ მთავრობას სამოქმედო გეგმა. მე ვთვლი, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობის გარდა ეს საკითხი ვერ გაკეთდება. ამას ვერ გააკეთებს კერძო მეწარმე. ეს უნდა გააკეთეს სახელმწიფო ჩართულობით ან სახელმწიფო და კერძო მეწარმე ერთად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება რა, რომ ამას ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა არა მარტო მორალური კუთხით და კანონმდებლობის კუთხით, არამედ ფინანსური კუთხითაც. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს უნდა იყოს პირველი შერეული ტიპის საწარმო, სადაც იქნება მესაკუთრე სახელმწიფო და იქნება მესაკუთრე რაღაც ნაწილი კერძო ბიზნესი. შემდეგ შეგვიძლია ჩვენ ეს ყველაფერი გავასხვისოთ, გავაკეთოთ პირობითად სააქციო საზოგადოების ნაწილში და შემდეგ გამოვახდინოთ ამის გასხვისება უკვე აქციონერებზე, მაგრამ პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და კერძო ბიზნესი. ეხლა მე რო ვიყო სახელმწიფო სათავეში, ახლა მე ტექნოლოგი ვარ და ინჟინერია, ამას ვერ მოთხოვ სახელმწიფო ჩინოვნიკს, რომ ეს ყველაფერი იცოდეს, მაგრამ ჩვენ თუ მოგვისმენენ და ჩვენს გეგმას თუ გაიზიარებენ, მათ შეუძლიათ, რომ ამას მხარი დაუჭირონ და ძალიან დიდი თანხები გამოყოფ სახელმწიფომ სხვადასხვა პროგრამებში და გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება თანხა გამოიყოს ამ აკონსოლიდირებელ პროგრამისთვის, რომელიც იმ არასწორად დახარჯულ თანხებსაც ჩაიბავს. რას გულისხმობთ ამაში? ესე იგი ის მაცივრები, ის მცირე დამამზადებელი პუნქტები, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა და დღეს უზღაპავს და ვერ მუშაობს, ეს ცენტრი მათაც ჩაიბავს. ისინი იქნებიან მიწოდების ჯაჭვში ერთ-ერთი რგოლი, სადაც პირველად დამზადება მოხდება და მერე გადმოვა ეს პროდუქცია ცენტრში. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფოს რას ვთავაზობთ? ვთავაზობთ ცენტრალიზებულად ცენტრს, კომბინატს, სადაც ფაქტიურად ყველა ის არასწორი დავარქვათ, არარენტაბელურად, არა ტექნოლოგიურად დახარჯული ლარი ამუშავდება და ეს ყველაფერი დაიწყებს მუშაობას და ის მიზანი, რისთვისაც თავის დროზე დაიხარჯა ეს ფული, რომ ხელი შეეწყოთ ფერმერებისთვის და დღეს ეს შედეგი ვერ მიიღეს, ამ შედეგს ისინი მიიღებენ. ხდება ამ დახარჯული ფულის კონსოლიდაცია. კონსოლიდაცია. ამის კონსოლიდაცია, ოპტიმიზაცია მოხდება ამ ყველაფრის და უკვე დაიდება რეალური შედეგი, რისი მოსარგებლეც კონკრეტული მოქალაქე იქნება, კონკრეტული რაიონის, სოფლის მაცხოვრებელი იქნება და გაჩნდება იმედი იმისა, რომ ხვალ და ზეგ უკეთესი და უკეთესი შედეგი მიიღწევა და შესაბამისად ის მიწები, რომლებიც დღეს მოხდული და დათესილი არ არის და გაშენებული არ არის, გაშენდეს, იმიტომ რომ ყველას ეცოდინება, რომ ყველაზე მთავარი, რაც დღეს ყადაღებულად არის წარმოჩენილი, რომ ბაზარი სად არის, ეს საკითხი იქნება მოგვარებული. აი ელემენტარულად სახელმწიფოს ხალხდაჭერა კიდევ იმიტომ გვჭირდება, რომ არის ეგრეთ წოდებული გალფის ქვეყნები, სადაც დიდი მოთხოვნა მაგალითად ხილ-ბოსტნეულზე, განსაკუთრებულად ბოსტნეულზე დაუშვათ რა და შესაძლებელი იქნება მათთან უწყვეტად მივაწოდოთ ეს პროდუქცია, რაშიც ისინი მზად არიან გადაიხადონ თანხა
და ჩვენს პროდუქციას ბადალი არ აყავს ჯერჯერობით, სანამ წყალი არ არის დაბინძურებული, ჰაერი არ არის დაბინძურებული იმ დონეზე, როგორც სხვა ქვეყნებში და დღევანდელი ნიადაგი იძლევა ამის საშუალებას. თუ ჩვენ ეს დროულად არ გავაკეთეთ და ჩვენ თუ არ გაუმარტივეთ ცხოვრება, სოფელში მაცხოვრებას და ფერმერს, რომ მან მარტო პროდუქციის მოყვანაზე იზრუნოს და არ მთელი მიწოდების ჯაჭვი მის საზრუნავი არ გახდეს, ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ. სახელმწიფომ გააკეთა მექანიზატორი, უზარმაზარი ფული ჩაიდო ამაში, ჩაიდო გაუაზრებლად, სრულიად საბოლოოდ საკითხის არცოდნიდან გამომდინარე. ამ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული ემოციურ ფონზე, მიღებული იყო არადარგების სპეციალისტების მიერ. შესაბამისად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, დღეს მექანიზატორის მთელი ქონება გაიყიდა კაპიკებში, ეს ფული დაიკარგა, რომ დაეძახებინა დარგის სპეციალისტებს. ჩვენ ვაკაკუნებდით ბევრ კარებზე, არავინ არ გვისმენდა, იმიტომ რომ ეხლა იურისტი, დარგის სპეციალისტი ვერ მოусმენს და ვერც ფინანსისტი, იმას ისინი უსმენენ ერთმანეთს. შესაბამისად მოხდა ის, რაც მოხდა. ეხლა გვაქვს ისტორიული შანსი გადავარჩინოთ ეს შექმნილი სიტუაცია და გამოვასწოროთ ეს შედეგები, სანამ ბოლომდე ყველაფერი არ განიავებულა და ხარზე გატანა არ მომხდარა და დროა რომ დაუძახონ დარგის სპეციალისტებს შეგვეკითხონ თუ ჩვენ რაღაცას ვერ დავასუბუქებთ, ვერ არგუმენტირებთ, კი ბატონო, მოგთხოვონ ამაზე პასუხი. ისე გული შემტკივა ჩემს სამშობლოზე, ჩემს ქვეყანას, რომ მზად ვარ სისხლის სამართლის წინაშეც კი ვაგო პასუხი ჩემს ყველა არასწორ გადაწყვეტილებაზე. ესეთი ემოციური შემიძლია შტრიხი შემოვიტანო ჩვენ შეხვედრაზე. დიდი მადლობა. თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, გეგმა თქვენ გაქვთ. ჩვენ ერთად გვაქვს ბატონო დიმიტრი ეს გეგმა, თქვენ სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში უბადლო სპეციალისტი ხართ, თქვენი ტექნოლოგიები, თქვენი მსოფლმხედველობით, ხოლო რაც შეეხება გადამუშავების ნაწილს, როდესაც ეს პირველადი პროდუქტი იქნება უკვე საბოლოო პროდუქტად, რომელსაც საბოლოო მყიდველამდე ხვდება და ეს არის დღევანდელი ტექნოლოგია რას ამბობს? პროდუქციის თვისობრიობა შევინახოთ ვადაში. თუ ჩვენ ვადაში შევინარჩუნებთ, ეს არის ტექნოლოგია, თორე ხა პირველადი პროდუქტი მოიწიო და შეჭამო, ამას ტექნოლოგია არ ჭირდება. ტექნოლოგია ჭირდება მისი თვისებების შენარჩუნებას მაქსიმალურ გრძელვადიან პერსპექტივაში რა. მე ამაზე მოვდივარ ამ ურთიერთობაზე და ჩვენ შემთხვევაში ახლა შეხვდა ორი აზროვნება, შეხვდა ესე იგი წარმოება, ინდუსტრია, პირველად წარმოებას და მე გთავაზობთ ამ მეგობრობას, ისევე როგორც თქვენ შემომთავაზეთ და გვესტუმრეთ აქ, რომ ესე იგი ჩვენ ერთად დიდი ძალა ვართ, ჩვენ შეგვიძლია ერთად დავგეგმოთ მთელი ჩვენი ხალხის კეთილდღეობა მინიმუმ 10-20-30 წლიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ დღეს ეყრება საფუძველი ყველაფერს და დღეს უნდა მოხდეს სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომ ჩვენი შვილების წინაშე არ შევწყვეთ. თუ ჩვენს შეხვედრას გაანალიზებენ მრავალჯერ, ჩვენ ძალიან ბევრი ნაშრომები გვაქვს, თქვენს გაქვთ ბევრი ნაშრომები, თუ წაკითხვა უნდა წაიკითხონ თუ არა და ჩვენ აუცილებლად ამ საკითხებზე ხშირად უნდა შევხვდეთ ვისაუბროთ და მსმენელმა დაგვისვას კითხვები და ყველა კითხვაზე გავცემთ კონკრეტულ პასუხს. არა მიკიბულ-მოკიბულს, როგორც პოლიტიკოსი, არამედ კონკრეტულ საქმიან პასუხს, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი დარგის სპეციალისტმა, ტექნოლოგმა, ინჟინერმა და პროფესიონალმა. დიდი მადლობა ბატონ დავით. მე მგონი ძალიან კარგი გამოგვივიდა ჩვენი პირველი გადაცემა. მომავალ გადაცემებში ჩვენ გვექნება ანალიზი, აი ძირფესვიანი ანალიზი ნებისმიერ კულტურის და მე საერთოდ მინდა გავაკეთო ეგეთი ანალიზი 1 კვადრატული მეტრი რეგიონიდან გამომდინარე, რომ მოიტანოს მაქსიმალური მოგება მეპატრონეს და ჩვენ ქვეყანას. და ამისთვის ზუსტად ეს ხდება ეს ცენტრი და ეს ყველა ჩვენი ის ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგავთ მომავალში, ყველაფერი იქნება გაანალიზებული და შედეგი იქნება ძალიან მალე. სოფლმეურნეობა ეს არის ის ინდუსტრია, სადაც შედეგს ვაჩვენებთ ძალიან სწრაფად. ერთწლიანი კულტურა 3 თვეში უკვე რაც დაირგვება უკვე ჩვენ გვექნება, კიდე კითხი ავიღოთ, პომიდორი 4 თვეში და ჩვენ ვაჩვენებთ სწორი მიდგომით რა ფულს მოიტანს ეს სწორად დაგეგმილი პროცესი. დიდი მადლობა ბატონო დავით. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი ამ დაფასებისთვის, ჩვენთან სტუმრობისთვის. რა ვიცი, ჩვენ სამუშაო გარემოში დაგხვდით,
ეს ჩვენი ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ინსტიტუტის შეხვედრების სივრცეა. აქ წარმოდგენილია ძალიან ბევრი ჩვენი მეგობრის ნაწარმი და ჩვენ უწევთ ამას ყველაფერს, ესე იგი პოპულარიზაციას, ბევრი პროდუქციის შექმნაში ჩვენ გვაქვს მონაწილეობა მიღებული. და შესაბამისად დიდი მადლობა რომ თქვენ მოახერხეთ მოსვლა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ისეთი დატვირთულები ვართ, ხშირად ვერ ვახერხებთ გავიდეთ გარეთ და ესე იგი ეგეთი გადაცემა სხვა მრავალი. მრავალი. მე ძალიან გამიხარდება თუ მომავალი სიუჟეტებიც ჩვენს სივრცეში დაიგეგმება, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საპროექტო აუდიტორიები დაგათვალიერებინებ ჩემს გადაცემებში, გვაქვს მექანიკური საამქრო, ელექტრომექანიკური, მიკროელექტრონული ლაბორატორია და ყველაფერს წარმოგიდგენთ ეტაპობრივად. დიდი მადლობა ამ ყველაფერს. მადლობა თქვენ. მადლობა მოვალ შეხვედრამდე.